რა გელოდებათ მაისის თვეში მეგობრებო. მოგესალმებით, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ჩვენ ნახოთ საჯარო გაშლა თემით თუ რა გველოდება მაისის თვეში. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ახლა შევამჩნიე რომ ჭხილზე სანთლები მოქვს, არა უშავს. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი ახლა დავარიგებ თქვენთვის. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე და მოდით დავარიგებახლავე ვარიანტებს. რა გელოდებათ უფრო სწორად მაისის თვეში პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. საერთოდ სასურველი თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, ეს ვიდეო და დააკომენტარეთ, ველოდებით თქვენს უკავშირს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მოწერეთ პირადში და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, აბა თქვენ რა გელოდებათ მაისის თვეში? უფროსი არკანი ჩამოკიდებული კაცი. ასეთი არკანი დავიწყეთ, რა ხდება? პირველ რიგში ისი თქვა შემიძლია. ძალიან ბევრ რაღაცას სრულიად სხვა კუთხით და სრულიად სხვა რაღაცით, სრულიად სხვა თვალსაზრისით უკაცრავად შეძლებთ რომ შეხედოთ. რაღაცეები სრულიად გადატრიალდება თქვენს რეალობაში. რას ეხება აბა ეს ჩამოკიდებული კაცის არკანი? რას ეხება პირველ რიგში? არკანი კოშკი, თუ ჩემო იმპერატორი ქალი, ხმლების ცხრიანი, დასების ცხრიანი. მივხვდი მეგობრებო, ძალიან ტრანსფორმაციული პერიოდი გელოდებათ მაისის თვეში, განსაკუთრებით მაისის დასაწყისში. აქ მოდის თითქოს რაღაც გარკვეული ცოტა ხმამაღალ სიტყვას ვიტყვი ახლა, მაგრამ ზედმეტად პირდაპირ გაგებით არ გაიგოთ, ძალიან გთხოვთ. აქ მოდის გარკვეული მსხვერპლ შეწირვის ენერგია და რას გულისხმობ მსხვერპლ შეწირვაში? ეს არ არის რაღაც რიტუალი, ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვიღაცას ვანადგურებთ ან რაღაც ასეთი, ხომ? არასწორად არ გამიგოთ არავითარ შემთხვევაში. მაგრამ აქ მე ვხედავ ასეთ რეალობას. თქვენ გასცემთ რაღაცაში ძალიან დიდ ენერგიას, აკეთებთ რაღაცას თქვენთვის ძალიან რთულს, რაღაც ფაქტობრივად თქვენთვის შეუძლებელს, ანგრევთ შინაგანად საკუთარ თავს, საკუთარ ძველ რაღაც პროგრამებს და ატრიალებთ საკუთარ რეალობას 180 გრადუსით. ატრიალებთ როგორ? თქვენი სასურველი რეალობისთვის. არ ვიცი რამდენ თქვენგან სმენია, მაგრამ ჩამოკიდებული კაცის არკანი მიასოცირდება ოდინთან. ოდინი, ვინც არის ის 9 დღე და 9 ღამე ჩამოკიდებული იყო ხეზე, რის შედეგადაც ჩვენ სამყაროში მოიტანა ისეთი მაგიური ძლიერი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, როგორიც არის რუნები, ხო? რომლებსაც დღეს ბევრი ჩემმა კოლეგამ როგორც უწოდა მომეწონა შიზოთერიკოსი, წარამარა არიგებს ფორმულებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და არ არის სასურველი. კარგით. ამიტომაც მსხვერპლ შეწირვა, ამიტომაც თქვი, ეს არის უდიდესი ენერგიის გაცემა, უდიდესი შრომა, მუშაობა საკუთარ თავზე. შესაძლოა სხვათა შორის აქ რაღაც მძიმე ასკეზაზე იყოს საუბარი. ამასაც არ გამოვრიცხავ, ან შესაძლოა ბოლო პერიოდის განმავლობაში რაღაც გარკვეულ სფეროს აწვევით შინაგანად თვითდისციპლინის თვალსაზრისით, მაგალითად რაღაცას ძალიან ინტენსიურად სწავლობთ, ინტენსიურად შეიძლება, არ ვიცი, ვარჯიშობდეთ, არ ვიცი მეგობრებო, ვინ რას აკეთებთ, მაგრამ თითქოს უკვე არის რაღაც მსგავსი ენერგიები თქვენს რეალობაში და მაისის თვეში თქვენ განიცდით ამ ტრანსფორმაციას და ნახეთ ხმლების ცხრიანის ენერგიიდან, წვალების ენერგიიდან, შრომის, მუშაობის ენერგიიდან, იმ ენერგიიდან, სადაც თქვენ იყავით თქვენ თავს გრძნობდით განწირულად, დაუცველად, სუსტად,
შეწირულად, აი ამ დამანგრეველი ენერგიებიდან თქვენ გადადიხართ არკანი იმპერატორი ქალის და არკანი თასების ცხრიანის ენერგიებში. აქ ინგრევა თქვენი ძველი პროგრამები, გავიმეორებ. პირველი ვარიანტი. თქვენი ძველი მე ინგრევა. იმისათვის რომ აშენდეს თქვენი ახალი მე. თქვენი იმპერატორი ქალი მე. განსაკუთრებით ქალბატონებო დაიმახსოვრეთ თქვენ. თქვენში იღვიძებს სრულიად ფემინური ენერგიები. თქვენ თავს იგრძნობთ ულამაზესად, უძლიერესად, თქვენ იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტით, თუ ყველათი არა. ძალიან შეიცვლება თქვენი რეალობა მარტის ბოლომდე და თქვენი რეალობის აღქმა. მარტის მეტი მაისის ბოლომდე უკაცრავად. ძალიან შეიცვლება. და ეს არის უდიდესი ტრანსფორმაცია. რთული, ხო? მაგრამ უძლიერესი, უმძლავრესი. სრულიად ახალი მე იქნებით, ბევრად თავდაჯერებული. ბევრად კმაყოფილი საკუთარი თავით და საკუთარი რეალობით. და გვირგვინით. მოდით კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს მაისის თვეში. რა გელოდებათ კიდევ? პენტაკლების 5-იანი, ხმლების 7-იანი, არკანი ძალა. ნახეთ, თქვენი ძალის გამოვლინება მოგიწევთ მაქსიმალურად. პირველ რიგში ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ გარკვეული მენტალური კრიზისები იქნება აქ პერიოდულად და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ თქვენთვის და თქვენი შინაგანი ზრდისთვის ის, რომ გამოიჩინოთ მეტი დისციპლინა. ასევე თუ თქვენ ფიქრობდით რაღაცაზე, რომ რაღაც შეცვალოთ, რაღაც ახალი დაიწყოთ იმისათვის, რომ თქვენი რეალობა შეცვალოთ, რასაც სჭირდება დისციპლინა, მაგალითად, ფიქრობდით ასკესის აღებაზე, ან ფიქრობდით, არ ვიცი, კვების შეცვლაზე, არ ვიცი, სამსახურის შეცვლაზე, ან რეჟიმის შეცვლაზე თუნდაც, ხო, მაგალითად, გინდათ ვარჯიში დაიწყოთ, კვება შეცვალოთ, არ ვიცი. არ ვიცი ვის რა გინდათ მეგობრებო, მაგრამ აქ თქვენთვის პირდაპირ ნიშანია, რომ დაიწყე, იმიტომ რომ ეს ცვლილება იქნება შენთვის უდიდესი ტრანსფორმაცია. უდიდესი ტრანსფორმაცია. და მოგცემს არა მხოლოდ უდიდეს ძალას და უდიდეს დისციპლინას, რომელსაც შენ თავადაც კი არ ელოდები საკუთარი თავისგან, არამედ გაგზრდის შინაგანად და შენ გახდები იმპერატორი ქალი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა, დანარჩენს არ დაგასპოილერებთ მაისის თვეზე და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტზე ნახოთ, აბა მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება, აბა მაისის თვეში. არკანი ვარსკვლავი. პირველ რიგში, მეგობრებო, აქ რაღაც თქვენი სანუყვარი სურვილი ან სანუყვარი ოცნება შეიძლება ასრულდეს მაისის თვეში. შესაძლებელია რაღაც, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში აქ რაღაც, რაც თქვენ აქამდე გეგონათ მიუწვდომელი თქვენთვის, შეუძლებელი და ფანტასტიკური, თითქოს ზუსტად ის მოხდება თქვენს რეალობაში. რაღაც ისეთი სურვილი. შესაძლოა ეს არ იყოს სხვათა შორის რაღაც დიდი, ხო? მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო რაღაც არის და ასევე მაისის თვეში ვხედავ იმას, რომ თქვენ აქ იქნებით ესეთ შემოქმედებით ენერგიებში, თქვენი შემოქმედებითი ენერგიები გამოღვიძებული იქნება, გამოღვიძებული იქნება ასევე თქვენი ეგრეთ წოდებული ტალანტები, ხო? თქვენი ნიჭები პიკზე იქნება, ამიტომაც აუცილებლად გამოხატეთ საკუთარი თავი. მეტი იმღერეთ, იცეკვეთ, არ ვიცი რაც გაინტერესებთ, რაშიც გაქვთ ნიჭი, ხატეთ, გამოხატეთ საკუთარი თავი. აუცილებლად მეგობრებო, იმიტომ რომ პიკზე იქნება თქვენი ნიჭები და აქ სავსებით მოულოდნელი დაფასებები, სავსებით მოულოდნელი ბზინვარება შეიძლება შემოვიდეს თქვენს რეალობაში. ასევე თუ თქვენ ხართ მაგალითად ინფლუენსერი ან ზოგადად რაღაც მედია სფეროში მოღვაწეობთ, აქ მე გეტყოდით იმას, რომ აქ პოპულარობის ზრდის ძალიან დიდი შანსები და პერსპექტივები იხსნება თქვენთვის. თუმცა მთავარი რასაც მე ვხედავ ამ არკანისგან, ეს არის ის, რომ რაღაც თქვენი სანუყვარი სურვილი ან ოცნება შესაძლებელია ასრულდეს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს მაისის თვეში. ვნახოთ აბა. რა გელოდებათ მეორე ვარიანტი?
არკანი სამართლიანობა, რა სულ უფროსი არკანები მოდის, ვერთხებისათიანი. აქ მე ვხედავ ასეთ სურათს, სადაც თქვენ აკვირდებით თქვენს რეალობას, აკვირდებით თქვენს წარსულს, აქ ხდება თქვენი მხრიდან გადაფასება რაღაცეების, რომ აი თითქოს აქ თქვენ კითხულობთ თავად საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს. ასეთი შეგრძნება მომდის. და ნახეთ, ტაროს არკანები არის გამოსახული, აქ შესაძლებელია სურვილები გქონდეთ ტაროს წაკითხვის. მობრძანდით ჩემთან კონსულტაციაზე, წინააღმდეგი არ ვარ. ხო, შესაძლოა აქ ჩემი კოლეგებიც მიყურებდეთ. აქ ხდება ასეთი თვით შესწავლა საკუთარ თავში, ჩაღრმავება საკუთარ ფსიქიკაში, ფსიქოლოგიაში, თვით შესწავლა, გადაფასება, საკუთარი ქცევებისა, ქმედებებისა. აქ ხედავ იმას, რომ საკუთარ თავში რაღაც ახალ თვისებებს, რაღაც ახალ ენერგიებს აღმოაჩენთ, ჟარგონს გამოვიყენებთ და დაამოღამებთ, რაც აქამდე არ გქონდათ დამოღამებული, ასე ვთქვათ, ხო? თითქოს რაღაცებს მიხვდებით თქვენი წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე და ნახეთ კვერთხებისათიანი. აქ თქვენ გარკვეულ ციკლს ასრულებთ თქვენი წარსულიდან, რაღაც ძველი მთავრდება აქაც და რაღაც სრულიად ახალი იწყება, რა თქმა უნდა, ხო? და მოდის ასეთი გადაფასება და შეჯამება პირადად თქვენი გადმოსახედიდან. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს მაისის თვეში. არკანი პენტაკლების პაჟი, ასეთი დაკვირვება იქნება. დაკვირვება საკუთარ სხეულზე თითქოს, საკუთარ მდგომარეობაზე. აქ მე ვხედავ ასეთ რაღაცას, თითქოს თქვენ აკვირდებით თქვენს სხეულს, თქვენს ჯანმრთელობას, თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას, თუ როდის როგორ გრძნობთ თავს, როდის ვისთან, როგორი კომუნიკაციის დროს, რომელი საჭმლის დროს მაგალითად, ხო? რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა, თითქოს აკვირდებით. თუ თქვენ აქამდე ამას არ აკეთებდით, დააკვირდით, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი არის სხვათა შორის. კიდევ დავამატოთ არკანები, კვერთხების 7-იანი. აქ ხედავ გარკვეულ შინაგან ბრძოლებს. გარკვეული ბრძოლები გელოდებათ, გარკვეული შინაგანი ომები, პლუს მინუს. ნახეთ, აქ მე გეტყოდით იმას, რომ თქვენ მიხვდებით, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე, ვინც აქამდე ხელს გიშლიდათ, უფრო მაღლად გახართ. აქ თქვენ სამყარო დაგანახებთ იმას, რომ სხვა ადამიანების აზრი, სხვა ადამიანების ნეგატიური ფიქრები და ქმედებებიც კი თქვენთან მიმართებაში რეალურად აბსოლუტურად არაფერი არ არის და რეალურად თქვენ ამ ნეგატივზე ბევრად უფრო ძლიერი პიროვნება ხართ. კიდევ მინდა დავამატო არკანებით, ასები 3-იანი. ახალი ადამიანები შემოდიან თქვენს რეალობაში, ახალი ადამიანების გაცნობა, სავსებით შესაძლებელია იყოს, ხო? ახალი კომუნიკაციები, მაგრამ აქ უფრო მეტად ვხედავ რაღაც ძალიან სასიამოვნო კომუნიკაციას თქვენთვის ახლო მეგობრებთან. აქ ვხედავ ასეთ ინტიმურ არა სექსუალური თვალსაზრისით გულისხმობ, თუმცა ესეც შესაძლებელია, ხო? არამედ ინტიმურში გულისხმობ პირადს, ხო? აქ ვხედავ ასეთ ძალიან პირად და გულწრფელ ატმოსფეროს, მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახთან, პარტნიორთან შეიძლება იყოს, ხო? რაღაც ძალიან თბილი საუბარი, თითქოს ცალკე ხართ თქვენ მთელი სამყაროსგან, რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა, მეგობრებო. ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო. ძალიან. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს მაისის თვეში. კვერთხების 6-იანი. გამარჯვება რაღაც კონკრეტულ სიტუაციაზე. გამოსავალი კონკრეტული ნეგატიური სცენარიდან, ნეგატიური სიტუაციიდან, რაც ახლა შესაძლებელია ძალიან გაწუხებდეთ და გდროგონავდეთ. სულ ეს არის, მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. ყველას უღრმესი მადლობა. წარმატებები და ნახვამდის.